პეკინის ორში მიდივარ ხა მე. ერთ თემა, რომელსაც ძალიან რთულად ვაგარებ ხოლმე მე. და ეგ არის რაღაცის გაბედვა რა. რაღაც კომპლექსის გადალახვა, რაღაც შიშის გადალახვა და რაღაცის გაბედვა რომ ანუ რადგე და გააკეთო რა. და მაგისთვის ზარმაზარი მომზადება მჭირდება ხოლმე. აი მაგალითად ეხლა რა. ქუჩაში დიჟენია, ვიღაც ხალხი იყურება. აი აქ მაგარი უცნაური გზნობა მაქვს. მაწეს უნდა გაიტანოს რა, მიჩელაზი არის ხოლმე. რაც სამემუღამებია ყველაფერი რა. Просто დიდი ალბათობით თემა ისე რომ ჩვენი საზოგადოება ამოწყობილი ისე რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საზოგადოებისას და საზოგადოების აზრი ძირითად შემთხვევაში უარყოფითი არის ხოლმე. გონია ვიღაცამ გამიგეთაჯადო დავიწყებლე უკვე რამდენი უნავცადო გირჩევნია რომ არსად გამებლანდო მეთქი როგორ მივაგონო და გავამხე. წეღან შენი ყურებოდი მე მგონი ეწევოდი. თუ არა? სახელი არ ვიცი შენი. ლუკა. მე გიორგი. გამარჯობა, გამარჯობა. რამდენი ხართ? ეს სუეჟის. ანა შეხედე. 4-ს გულები და გაბრაზებული 4 ხალხია. ხანდაი. ეს კარგად რეალებს. ის ადრიალები. ეს ბოლბალი. პეტრილებიც ისა პატარა ძილებია. ნახე რა გადაგიებს. თან ოთახები საკაიფოდ განაწილებული რა, აქედან უკანაც გადიხარ. მინა იცობს ხოლმე ესე ხავარი. აი, ბოლოს რა გაჩუქეს ეგმაი? ბოლოს მაჩუქეს 3D პრინტერი. ანა მაჩუქა 3D პრინტერი, რომელიც მინდა რომ დაახლოებით 2 წელი ალბათ. ოღონდ ისეთი რა, იმაზე უკეთესი ვიდრე მინდოდა. ფიგურები ძალიან მიყვარს მაინც ექშენ ფიგურები და სავარაუდოდ ექშენ ფიგურები გავხდის მაგით? დააჩნია როგორ დააპროექტებ. შიგნიდან საფორთები თუ სწორად არის გადანაწილებული, პროსტა მოგიწევს ძრომიერი რაღაცები დააძრო. და მე კეცვადი იქნება ყველაფერი კი. ჩემი საჩუქებულს. მე ვის ვაჩუქებულს? მე მგონი ანას. ხო, ანას ვაჩუქებულს აპარატი. ტატუს აპარატი. რომელიც ძალიან დიდ ხანს უნდოდა. ეგ ტატუს აპარატები როგორ ძალიან მაგარი ტატუს აპარატი რაში? აი ძალიან მაგარი ტატუს აპარატი როგორი არის, იცი? აი სტაბილურია, ისეთი დიდხანს ძლებს ელემენტი და ჩათვალე ხელის გაგრძელება არის. კი. იმიტომ რომ აი ჩვენ სფეროში ისეა რომ აი ეს აპარატი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა არის, რაც შეიძლება რომ გქონდეს რა. თუ მაგაში ფულს ზოგავ, ჩათვალე ხარისხის რაღაც ძალიან დიდ ნაწილს აკლებ. იმიტომ რომ ხო, აი რაღაც შეზღუდვებს გაძლევს რა, იმიტომ რომ სტაბილური არ არის, ან ჩავარდნები აქვს თვითონ ენერგიის მიწოდებაში, ხან ელემენტი არ მუშაობს იმდენი ხანი და ბევრი რაღაცა არის რა. მეთქი თუ საჩუქარი იყოს. რაღაცა ეს კი ისინი მოაქვს, გონიათ რომ აი თუნდაც მართლა კარგი ნამუშევარი იყოს, მაგაზე უკეთესი ვერ იქნება. და როეუბნები რომ მოდი იცი რა, ანუ ეს ძალიან კარგი ნახატია, მაგრამ შენ ეს ნახატი სიტყვაზე თუ იყო რაღაც აქ ხარზე და უნდა აი აქ და უხსნი რომ ანუ ამ ეს უნდა შევცვალოთ. კი კარგი ნახატია, მაგრამ ამ ადგილს უნდა მოვარგოთ, ეს მოვაკლოთ, ის მოვამატოთ რაღაცა ესა. ვერ იგებს მაგ ყველაფერს.
და ვერ ხდება და პლუს ნდობა არ აქვს, არ გენდობა რა. თან მეორე მომენტი ის არის, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მან ძალიან ბევრ რაღაცაზე გავლენა გასაგებია, მაგრამ არ არის ტატუ რაღაც აუცილებელი რაღაცა. შენ ტატუ არ გჭირდება არაფერში ახლა თუნდაც, ხო? აქსესუარია, რომელიც რავი, თუ გინდა, ხო. კი და ანუ იცი როგორ ტიპებს რომ ვამებ? ნუ მე ტატუ ესე მიმაჩნია რა. ანუ თუ რაღაცას გავიკეთე, როგორ მე ამ პირველი ნაბიჯის გადადგმა მიჭირს ხოლმე რაღაცებში ძალიან რა. ისე ძალიან ხშირი პრობლემაა. რაღაც დაუშვათ არ მომეწონა აღარ მინდა და ხო ვეღარაფერს უშვები, ან ხო იცით რაღაც. და მეორე თემა მაქვს თამაში რა გამოჩნდება რა. მე ცოტა ისეთია რა. მან რაღაც დათმობებზე უნდა წახვიდე. ერთი არის რომ სანამ დაიწყებ გაკეთებას, თუ გადაწყვეტილი გაქვს, ბევრ ტატუს გაიკეთებ, უეჭველი ეპილაცია უნდა გაიკეთო იქამდე. იმიტომ რომ ეგ ისე წაგეხმარება, რომ მე რო აღარ ამოდის უკვე ან ძალიან მინიმალურად ამოდის, მაგის მეშორება ძალიან მარტივდება. და პლუს იმ ტატუებსაც არ აფუჭებს. ან რეგულარულად უნდა იპარსო რა. ეგ არის. მე ეგ დავიკიდე და ახლა ვიშორებ ხოლმე პერიოდულად ეს პასტით სამაწერა წერნა. გამოჩნდა პირა და აი გაცნობაც მიჭირს ხოლმე ესე და ის რაღაც ტატუზე ვკითხე მეთქი რატო გახატი თუ რა გახატია მეთქი და რავი რაღაცა და ლამაზია უბრალოდ და აი ეგეთ ტიპებს მაგალითად ვერ მუღავებ რა მე ანუ ერთი ის არის რომ რაღაც აზრი შეგიძლია ჩადომა ყველაფერში ან შეინთვის იყოს მნიშვნელოვანი ეგ რაღაცა რაც გახატია პერსონალურად რა რაღაც მომენტის აღნიშნული ცხოვრებიდან ან მეორე მომენტი არის რომ უბრალოდ შეიძლება რაღაც მოგწონდეს და ეგ გინდა რომ გქონდეს არ არის აუცილებელი თუნდაც რომ რაღაც ძალიან ღრმა აზრი იდოს მაგაში ხო და რავი ძირითადად თვითგამოხატვის საშუალება არის ხოლმე რა ეხლა ბოლოს რაც მოვიფიქრე, სულ სხვადასხვა რაღაცები მოვიფიქრება, რახან არ ვიხატო, დრო ხო ბევრია რაღაცები რომ მოგაფიქრდეს და ეხლა მაქვს ესეთი თემა რომ იქნებ მეთქი მთელ ხელზე ქართულად გრაფიკებით რამენაირად დაიწყოს, მეთქი რომ რაღაც 100 სიტყვები იქნება, უფრო სიტყვები ფრაზები გამოვა რა და რაღაცნაირად საკაიფოდ დაჭდეს ხო რა. რავი კი რატო ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები უნდა იყოს ეგ. მე რა დავამატებ რაღაც ეგეთი მნიშვნელობა მინდა მივიცი რა. ხო, ნუ ის პირველი ნაბიჯი ძალიან ჭირს ხოლმე, მაგრამ თავარია რომ გადადგა რა. რჩევის სახით თუ გავითვალისწინებ, არ ვიცი, მაინც ჯობია ჩემი აზრით, რომ თავიდან ძალიან პატარა რამე გაიგეთო. რომ მინიმუმ შეგრძნება გაიგო დაახლოებით როგორია რა. შეიძლება რაღაც ეს პროექტი გქონდეს რაღაც მესკიზიც მზად, ყველაფერი ისა, მაგრამ ნუ რა შეგრძნება ძალიან არ გისწორდებოდეს. არის ეგრეც რა ხშირად და აი ხა დიდი ესკიზი რო გაღებულიდან რო დაიწყებ, მე უკვე გასაჩერებელი უკან დასახევი გზა აღარ აქვს და მაგიტო ჯობია რომ ჯერ რაღაც რამე პატარა გაიგეთე უბრალოდ სულ არაფერი არ იყოს თუ პროცესი მოგეწონება და რაღაც მოწონება ეს არ არის რა. არა, ეპილაცია წესით ვერ ვდებ რომ მდგენიულია. აკო, ეპილაციაზე მტკივნეულია ტატუ? რა? ეპილაციაზე მტკივნეულია ტატუ? არა. ითხრა დრონზე რა. თემა მაქვს ესეთი. ჩემი აზრით ეს ქართული კულტურა ანკუდება ანკუდარია, იმიტომ რომ მე მაგალითად ძალიან ცოტა ინფორმაცია მაქვს და ის ინფორმაციაც მოდის იქედან მთლეთში ვიზრდებოდეს რა, ანუ დიდ დროს ვატარებდი 6 წლამდე იქ ვიყავი, მე აქედან ავდიოდი ხოლმე და იდეაში ქართულ ტრადიციებზე რა წარმოდგენაც მაქვს, იქედან არის გამომდინარე რა. აქ თბილისში ის ყველაფერი უბრალოდ არ არსებობს. აქ არ არის კი. თუ კულტურა კვდება ერთსაც ერხება ჯერ. ხო და იდეაში მაგის საფუძვლად მინდა რაღაც ვიჟენია დავიწყო რა. და ალბათ ეგეთ ადგილებს უნდა მოვაკითხო რაც ცოტა თისკი არის არის ხო რაღაც ეგეთი სადაც ჯერ არ მოვიწყებია რა ტრადიციებს. პროსტა ბევრი ტრადიციაც არის რომ ისე რომ ცოტა ძალიან დამახინჯებულად არის რა. სხვა შორის ამ ქართულ ჰიპ-ჰოპს ისმენ. ბოლო პერიოდში ისე რა. ქურუმიცი. კი. ეგ ბაზრობდა ეს რაღაცას რომ ახლა დღეს რო გონიათ ეს თამადაო რა უნდა ითრობოდეს კი არა
ან просто არ სწავდა და მაგიტო არ ითრობოდა. ოკეი. 5 ლიტრას როსა. და არ ითრობ ეს არ არის მაგალითად სხვა მუღამი ქონდაო რომ მაგალითად ან ვინც დათრობდა იმათთვის მიეხედა რა მე. ოკეი. ხო, და აი მასე დონეზეც კი შეცვლილი არის კომუნისტების შემდეგ რა რაღაცე. შენ მაინტერესებს რომელი ლიტერატურა მოგწონს? თუ გახსენდება რა? მაგაზინად დავფიქრდი. იმიტომ რომ ტრადიციები ცოტა ისეთი რაღაცა არის რა. კულტურის რაღაც. ხო, კულტურა. აი არ ვიცი, მოვიფიქრებ ცოტა ხანში. ესე არ ვიფიქრი არასდროს. რა მოგამი მაქვს რომ კულტურაც საკაი გავაზრდა, თუ კაი კულტურა იყო რა. ყველა ქვეყანა მედიაში იხეირა რა. ხო, ანუ ერთი დასამახსოვრებელი ქართველებს რაც აქვს ძირითად შემთხვევაში, აი ის რაღაც სტუმარ მასპინძლობის ტრადიცია, როგორც ხო აქროზე გადავყვებით ხოლმე. მაგრამ ეგ ისეთი რაღაცა ძალიან ზოგადი რაღაცაა რა, ანუ რაღაც ის რომ მარტო ჩვენ ვართ ეგეთები და ჩვენი ტრადიციის ნაწილია, ეგეც არ არის პლუს კუთხეების მიხედვით საერთოდ განსხვავებულია ყველაფერი რა. ხო და კი ეგ ის არის ძალიან დაყოფილი არის რა ახლა მაგალითად რა აი სამეგრელოში რო წახვიდე მეგრელი ვარ მე და სამეგრელოში რო წახვიდე რავია მართლაზედ გადაყვებიან ჩვეულებრივად მაგრამ არ ნიშნავს ეგ იმას რომ რაღაც თუნდაც გურიაში ზუსტად იგივენაირად არის ან რაღაცა სვანეთში იგივენაირად და რავია ყველგან არ ყოფილვარ ყველგან ყოფილვარ და რო იცი შენთან როგორ ხდებოდა და ახლავებით და ხდება აი სხვაგან ამუღამებ რომ ცოტა სხვანაირად არის რა მაგრამ ძირითად შემთხვევაში საერთო ის კრებითად რო ავიღოთ სტუმარ მასპინძლობა რაღაც ძალიან ბევრ ქვეყანაზე მეტად უფრო ტრადიციულად ისე გვაქვს რა რომ რაღაც სტუმარი ღვთისაა თუ რაღაც ხვაზე ხო და ალბათ ეგ ხო და ეგეც თან ისეთი რაღაცაა რა ნელ-ნელა დაჟე ეგეც ხდება ჩემი აზრით რა იცი რა თემარი კიდევ მასლა ტრადიციებთან მიმართებით რომ რა ეს ტრადიციები просто არ არსებობს რომ ვიღაც კაცმა თქვა და სტუმარ მასპინძლობა ჩვენ ტრადიცია და სტუმარს პატრონას ძალიან ესე ანუ რაღაციდან გამომდინარე არის და თავად მუღამი არის ეგ რაღაცები დაიჭირო აი მაგალითად ცეკვის ტრადიცია ესეთი იმიტომ გვაქვს რომ ან ბრძოლებს გავს ხო ან თუ ბრძოლას გავს და საბრძოლო ხელოვნებას რა და აი რაღაც ეგეთების პოვნა მინდა ის ძირი და ფესვები საიდანაც ეგმოდის რა ეს უფრო საინტერესო ხო ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იცი რა მაქვს დღეს იდეაში საქართველოს სოფლიოს ნაბიჯებს ვერ ეწევა კი არა ძალიან უკან არის რა და თუ გინდა ბევრი მიზეზი აქვს მაგას ორა ტექნოლოგიურ ამბავში ვერ აუყოფებს არა მგონია კიონ მასკი დაიბადეს ახლა ერთ წელს სულ დაიბადოს ანუ მაგას ძალიან ჭირდება ბევრი ხელშემწყობი რაღაცა რა და ჭირდება მაგრამ თუ კაცი ხარ გაიტარა მაინც ეგრე ჩემი აზრით ეგრე მარტივად არ არის რა მარტივი არ არის ხო აი მასკია მაგასაც რავიან თავის დროზე საკმაოდ ბევრი ფული ქონდა ეგ ყველაფერი მაგაში დაიხმარა კიდე არ იქნდა და ეხლა იმ ქვეყანაში სადაც რაღაც საარსებო მინიმუმი თვეში რაღაც 28 ლარია თუ რაღაცა და მაგას გატენის მთავრობა ვერ გაიტანა ეგრე მარტივად მაგას აუ მაგაზე კითხავ რა როგორ უნდა შეიცვალოს მე კაი ხანი ფიქრობდი რომ ვიღაცამ რაღაცა უნდა მოვიდეს რაღაცა შეცვალოს ან ვიღაცებმა რაღაცა უნდა შეცვალოს რა ხო შე როგორ ფიქრობ უნდა იყოს ის ვიღაც ხალხი ვინც მაგას შეცვლის იმიტომ რომ გინდა არ გინდა რაღაც ქართველი ხალხი ისეა რომ ის ჭირდება რა ის მეთაური ვიღაცა კაი არ არის აუცილებელი ეგ მეთაური ერთი ტიპი იყოს რაღაცა ის სააკაშვილი როგორც იყო არა ჩვენ არა ჩვენ ძალიან ისა გვაქვს დამოკიდებულება გვაქვს ტიპზე რა ერთ ადამიანზე გვაქვს ხოლმე დამოკიდებულება რაღაც ეგრე გვაქვს დალაგებული რომ რაღაც შევარდნაძის დროს ეგ იყო მე სააკაშვილის დროს რავი მიშამიშას ძახილი დაიმხეს ყველაფერი თავზე და ახლა რაღაც კოცებს რო შეხედო ბიძინაზე მზედამთვარი ამოსდით და მაინც ის ნაწილი ძირითადი ნაწილი მოსახლეობის რაც არის ისეა დალაგებული რომ აი ეს ერთი ბელადი ჭირდებათ რა და პოლიტიკაზე კაი ხანი ვისაუბრეთ იმდენი რომ ანუ სხვა თემებზე მეტი დრო ამას დაუთმეთ რა და რაღაცნაირად ვიდეოს ძირითად ნაწილს არ მინდა პოლიტიკა მიკავებდეს მაგრამ ეხა ეს ბოლო კითხვა რაც კითხე რომ ვინ უნდა შეცვალოს ეს არის კითხვა რაც დიდი ხანი მიფიქრია და მაგიტომ მინდა რომ იქ თურმე ვერ ისქენ ვერ თქვი და აქ მინდა თქვა რა მაინც რომ
არავინ არავის მოლოდინში არ უნდა იყოთ რა, არც თქვენ ცხოვრებაში და არც ზოგადად ქვეყნის ამბებში. თქვენს მაგივრად კაცშვილი არავის კაციშვილი არაფერს არ გააკეთებს. თუ რაღაცა სწავლი არ მოხდა და ვიღაც ძალიან კეთილი ადამიანი არ გამოგეცხადა. როგორც შენ ცხოვრებაში შენ უნდა მიხედო, იგივენაირად არის ქვეყანაზე რა, ძალიან სისულელი არის, როცა მთავრობის იმედზე ხარ, რაღაცა შეიძლება თუნდაც ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყნის. იმიტომ რომ იდეაში ხალხში უნდა შეიცვალოს რაღაცა. ანუ რა ხალხიც ვართ, ისეთი მთავრობა გყავს. და ხალხისთვის სხვანაირი ვიქნებით, შემდეგ სხვა მართლობა გვექნება და ჩემი თემა არის, რომ დღეს შენ თუ არ მოგწონს, რომ როგორი განათლების სფეროარი უნდა ადგე და შენი სკოლა გააკეთო, თუ არ მოგწონს კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენები უნდა ადგე და შენ თვითონ ემსახურო კულტურას და თუ არ მოგწონს მაგალითად ჯანდაცვის სფერო უნდა ადგე და დაზღვევა გააკეთო ისეთი რომ კაციშვილს აღარ მომდეს საყოველთაო დაზღვევა რა. ეგ და ეგ. ზირი ახლა მე ვისაც ვასაბსკრაიბებ, რამდენიმე პოდკასტი არის. კაკოა. გაასართობი რაღაცები ნაკლებად. აი, ჩელენჯები ეგეთ რაღაცა. Hungry Man-ებს ვერ ვუყურებ. კი, საყვარლები არიან ძალიან. რაღაც ვიდეოები მაქვს ნანახი, მაგრამ ნუ ესე რომ რაღაც ჩაუჯდე მაგათ ვიდეოებს ვერ არა, იმიტომ რომ ეგ კონტენტის ვერ დავждები, ვერ ვუყურებ რა ეგეთ ვიდეოებს. რაღაცები მაქვს ნანახი და მთავარი რაც გვაკლია რომ რაღაც ცოტა ინოვაცია, ცოტა შემეცნება ისა, ეგეთები ვაფშე არ აქვს არაფერი. შენ გასაპირებ YouTube-ზე. ახლა იქით გითხავ. აი რა მიმართულება გინდა რა, იცი რაღაც კი რაღაც ისინი შეიძლება კონდეს სხვადასხვა მიმართულებები, მაგრამ აი ძირითადად რა მიმართულებით აპირებ წასვლას. პირველი ამ ვიდეოებით ხალხს უნდა მოწოდოს საჩუქრები ერთმანეთს რა. კი ბატონო. მე საჩუქრების ჩუქება ძალიან მიყვარს. ანუ საჩუქრის ჩუქნა ხელს არის ხო არ მივალ. ხო, ვალდებულების ამბავი იყო რა. მეორე თემა საძმაკაცოში ვინმეს დაბადებით თუ გქონდა ძმაკაცია შეჭემა რა საჩუქარი. ეგ თემა მახსოვს და მე დავიწყე ის რა ქვია ამ საქმის კეთება, მე დავამოვა, მე თუ მე ძმაკაცები ჩუქდნენ. მე საჩუქარს და რაღაც ერთი ეგ თემა არის, მეორე კულტურასთან დაკავშირებით ვიცი რამდენად შეიძლება, მაგრამ დიდი მოამლოთ, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო ისტორია გამიგია ჩემ ხარეში რა. მისტიურიც და ის საინტერესოც რა. ეგ თემა მაქვს და ეს იდეაში ჩემი ცხოვრება, ჩემი აზროვნება რამაც შემოაბრუნა იყო ის, რომ რასაც შემშენია, რაც არა დაკარგულია რა. ანუ ეს ფრაზა პროსტა მეც მოდახოვნე, რომ სიბრძნე არის რა. ჩაიძიო რა. გამოცადო გულია და ოკეი, მივხვდი. იმიტომ რომ წესი სწორი უნდა იყოს. წესით რა. ხო, წესი ალბათ სწორია, იმიტომ რომ რა ვიცი, ამდენი ხანი ხო, ამდენი ხნის მერეც რომ მუშაობს იგივენაირად. როგორც ჩაფიქრებული იყო, ესე იგი სწორია. იბატონო. არა, ფერს წარმატებები. უმოჩვენიცი. ბევრი subscriber-ი მეგობარო. დავით. აი საუბარი გამოვიდა რა. ასწორებს, ანუ ახალგაზრდობილ ხალხთან დიდხანს დიალოგი. მოგეთ ეს სტატუს კოდი არის პეკინის 2 ნომერში. აი ხალხი მუშაობს. და მაგრად ხატავენ რა. ასე. ლევანდელი კაი საქმეს ამბობს მორჩი. და რაც შეეხება რაღაცის გაბედვას. იქიდან გამომდინარე რომ ხშირად მიწევს ხომ მაგას ფიქრი რომ რაღაცა როგორ უნდა გავაკეთო, ანუ ისეთი ახალი რაც მერიდება, ან არ მინდა გაკეთება, მაგრამ გასაკეთებელი არის. დავამოღამე შემდეგ ნაირი ფორმულა, რომ უბრალოდ დიდი ხანი არ უნდა იფიქრო, რადგან თუ დიდხანს იფიქრებ ამ რაღაცაზე, უფრო მეტ მიზეზს მონახავ, რატო არ უნდა გააკეთო. დღეს ეხა ამ წუთას თუ ხვდები რომ რაღაც არის გასაკეთებელი, უნდა ადგე და გააკეთო. შეიძლება უბრალოდ არც კი ფიქრო და რაღაც flows მიყვერა.